Სამდივნოს ინფორმაციით ჩვენ ბატონ ყურაშვილს ხვალ შევხვდებით, ვინაიდან ბატონ გუგავასთან დიდხანს მოგვიწია მსჯელობა, ეს იყო ძალიან ინფორმაციული, ემოციურიც და მნიშვნელოვანი შეხვედრა. ბატონი ყურაშვილი მთელი ამ დროის განმავლობაში მოსაცდელში ელოდებოდა თავის ჯერს და ბოდიში რომ ვერ შევხვდით, მაგრამ მას აქვს მზაობა რომ ხვალ დილით 10 საათზე გამოცხადდება, შესაბამისად გთხოვთ უკვე ყველამ მიიღოთ ცნობათ რომ ხვალ 10 საათზე ჩვენი სხდომა გაიხსნება სწორედ მამუკა ყურაშვილის მოსმენით. სანამ სხდომას დახურულად გამოვაცხადებ, მინდა მოკლე მოხსენება გავაკეთო ირაკლი ოქრუაშვილის საკითხზე. ჩვენ ასეთი ვითარება იყო პროცედურულად, რომ ბატონ ირაკლი ოქრუაშვილს სამდივნოს წარმომადგენელი ტელეფონით დაუკავშირდა ჩვენს ხელთ არსებულ ერთ-ერთ ტელეფონის ნომერზე და ის აღმოჩნდა მოქმედი ნომერი. მან მოისმინა შეტყობინება, რომ ის იყო დაბარებული კომისიის სხდომაზე. ამის საპასუხოდ მან თქვა, რომ ეს ყველაფერი მომწერეთო და გათიშა. რა თქმა უნდა, სამდივნოს წარმომადგენელმა შემდეგ წერილობითი ფორმით არა მხოლოდ სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არამედ საფელდეგერო მომსახურების მეშვეობით კომისიის ხელმოწერილი შეტყობინება ამა და ამ დროს, ამა და ამ საათზე გთხოვთ გამოცხადდეთ 2004 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ახსნა განმარტების მოსაცემად. აი ამ შინაარსის წერილი გაუგზავნა ფელდეგერის ხელით მის საცხოვრებელ მისამართზე თბილისში. მინიმუმ ორჯერ იყო ფელდეგერი ადგილზე და დაცვამ უპასუხა, რომ არავინ არ არის შინ და ბატონი ირაკლი შინ არ ბრძანდება. ამის შემდეგ ფელდეგერი ჩავიდა ბატონი ირაკლის მშობლიურ სოფელში, სადაც მას ასევე აქვს საცხოვრებელი სახლი ტყვიავში, სადაც ის აღმოჩნდა ადგილზე და მან უარი განაცხადა შეტყობინების ჩაბარებაზე. ასევე ის ჩვენ გამოგვეხმაურა Facebook პოსტის მეშვეობით, რითაც დასტურდება, რომ ის იმ დღეს ლაივში ადევნებდა თვალს ჩვენს სხდომას და რა თქმა უნდა ჩვენი სხდომის განმავლობაში რამდენჯერმე მას მოუწოდეთ გამოცხადებისაკენ. ამ წუთში არის ასეთი ვითარება, რომ სახეზეა კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა. შესაბამისად, შემოგთავაზებთ, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ეს შემთხვევაც გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას. ვინ არის მომხრე? თუ ყველა მომხრე იქნება, დღესვე გაიგზავნება საღამოს ეს. მადლობა, სხდომას დახურულად ვაცხადებ. ხვალ 10 საათზე მამუკა ყურაშვილი იქნება ჩვენთან მოსმენაზე. ამის შემდეგ ჩვენთან იქნება 2004-2006 წლებში კონფლიქტების რეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ბატონი გიორგი ხაინდრავა. მის შემდეგ ჩვენთან იქნება გამოკითხვაზე ბატონი ირაკლი ბათიაშვილი და მას არა მხოლოდ მის სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სტრასბურგში იქნა განხილული, არამედ ბევრი სხვა საკითხის შესახებ ექნება შესაძლებლობა მის ხელთ არსებული ინფორმაცია მოგვაწოდოს და კოდორზე საინტერესო კითხვები ბატონს ოზარს იმიტომ უყურებ, რომ ჩვენ მაინც იმ კუთხის შვილები რა კი ვართ, ძალიან ბევრი ჩვენი ოჯახი ნათესავი დევნილად იქცა იმ დროს. ამის შესახებაც სიტყვის ბატონი ირაკლი და შემდეგ ბატონი გიორგი ვოლსკი იქნება.
რომელიც 2 საათზე მობრძანდება და ის იყო 2004-2006 წლებში ბატონი გიორგი ხაინდრავას მოადგილე და მასთან ერთად უშუალოდ ჩართული იმ სამშვიდობო ინიციატივებში, რომელიც მიზნად ისახავდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველანაირი სამხედრო მოქმედების თავიდან აცილებას. ეს არის ხვალინდელი გეგმა. სამდივნოს ვთხოვ, რომ ამ თანმიმდევრობით შეადგინოს დღის წესრიგი და ის, როგორც არის დადგენილი წესით, გამოაქვეყნოს კიდეც. ყველას დიდი მადლობა მოთმინებისთვის, მოსმენისთვის და ჩვენი მხარდაჭერისთვის. ხვალამდე გემშვიდობებით.